ციხრაძეა, ჩემი მომთვენოს სტუმარი, ლელოს წარმომადგენელი, მოგესალმებით და დიდი მადლობა ხალხურია. ყველაფერი რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. რა იყო ეს ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება, რაც მან ჩაიდინა? თუ ვიტყვით სამართლებრივი შეფასებით, ეს იყო ძალის აბსოლუტურად არაპროპორციული გამოყენება, იმიტომ რომ არანაირი საჭიროება, არანაირი მოცემულობა ამისი არ იყო. თუ ამას შევხედავთ ერთიან ჭრილში 31-ის მერე მოყოლებული, მერწმუნეთ რომ მოხდა ასეთი რამ, რომ ქართულ ოცნებას ეგონა, რომ პანდემიის გამო ბევრი ამომრჩეველი არ მივიდოდა საარჩევნო ყუთებთან. მათ როდესაც დაინახეს ამომრჩევლის დიდი ნაკადი და მიხვდნენ რომ ეს ის ხალხი არ არის, ვინც მათ დავთვრებშია აღრიცხული და ეს არის ოპოზიციის მხარდამჭერი, მაშინ მიიღეს მათ გადაწყვეტილება, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, რომ შედეგები გადაეკეთებინათ და ყველანაირი манипуляცია გამოეყენებინათ. და ამან განაპირობა სწორედ ის, რომ მოქმედი არის კატასტროფულად გადაწერილი და დაუბალანსებელი. ამან განაპირობა ის, რომ პირველივე უბანი, რომელიც გაიხსნა, აღმოჩნდა სერიოზული დარღვევებით და ჩემი და ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიის ხმები გაბათილებულ ბიულეტენებში უბრალოდ გადაყრილი აღმოჩნდა. გაბათილებული კი არა, გადაყრილი. ამის გამო მოახდინეს ის, რომ მერე დაბლოკეს ყველანაირი გახსნა და გუშინდელი CSKO-სთან აი ეს აგრესიული ძალის გამოვლინებაც იყო ამის გაგრძელება, რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ და როგორღაც ეს დანაშაული დავმალოთ და გადავყაროთ. და ამავდროულად დანაშაულით ცდილობენ რა თქმა უნდა და ამავდროულად იმ თავარი გენერალური ხაზის გადაფარვა ისევ, რომ ოპოზიცია, სრულიად ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და მანდატების მიღებაზე. ჩვენ თუ დღეს გაუცილებლად, გაუთავებლად დავიწყებთ ლაპარაკს, რომ აი იქ ვიღაცამ თქვა და არტყა რაღაც ადგილას, ვიღაცამ უცენზურო სიტყვა გამოიყენა ვიღაცამ, ეს შეიძლება ეთიკურად არ არის კარგი, მაგრამ ის მთავარი პრობლემა სხვა არის. ეს ხალხი, გუშინაც ის აქცია, ბათუმში აქცია თუ ნებისმიერი სხვა აქცია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიპარა ხმები. ისინი არიან ხმების ქურდები და ასე ქურდობით შედგენილ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერაფერმა აქედან ვერ უნდა გადაგვახვევინოს და ეს უნდა იყოს ყოველი დღის წესრიგის მთავარი თემა. და ამაზე უნდა გავქცენ მათ პასუხი და არა იმაზე წლის ჭავლი, ასე გამოიყენებს თუ ისე გამოიყენებს. ნამდვილად არჩევნების მოპარვა, ნამდვილად დანაშაულია და პროტესტის გამოხატვა მით უმეტეს მშვიდობიანის დანაშაული არ არის. ქაბდო ფიქრია, როგორ ფიქრობთ ოპოზიციამ რა გიქნით უნდა განაგრძოს ახლა მოქმედება და ფიქრობთ თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს უკან დახევა და ხელახალი არჩევნები? მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მოუწევს უკან დახევა, იმიტომ რომ მათ ისეთი მასშტაბური გაყალბება ჩაიდინეს. ამაში ჩვენ არ გულისხმობთ კარუსელებს, მოსყიდვას, რომელიც თავისთავად უმძიმესი დანაშაულია. ამაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რაც მერე არჩევნების ღამეს დატრიალდა და რაც აბსოლუტურად გაუგონარი მასშტაბის არის. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მოუწევთ მათ, რომ უკან დაიხიონ. მთავარია თვითონ ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს და მთავარია, რომ რამე სხვა მოვლენამ არ გადაფაროს ის მთავარი გენერალური ხაზი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სერიოზულად მივახცევთ შედეგს. მადლობა. ფიქრია ციხრაძე, პარტია ლელოს წარმომადგენელი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში.